გეტყვით ახლა აი კონკრეტულ პრეტენზიას, რომელიც მაქვს ოპოზიციურ სპექტრთან და რატომ მაინც და მაინც ოპოზიციურ სპექტრთან ამასაც აქვს და ამას ვამბობ ყველა გადაცემაში და ერთი წელი გავიდა, ერთი წლის თავზე ისევ ეს პრეტენზია. ანუ თელს საპროტესტო მოძრაობას ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ორი ძირითადი მოთხოვნა და ესე დარჩა. აქედან ერთი არის აბსოლუტურად ცხადი, მეორე არ არის ცხადი. ცხადი არის ის, რომ ვითხოვთ პოლიტპატრიონების განთავისუფლებას და მეორე, რომ ვითხოვთ ისეთ ახალ ისეთ არჩევნებს, რომელიც იქნება სამართლიანი. და აი ეს სიტყვა სამართლიანი საჭიროებს სიცხადეს, იმიტომ რომ სამართლიანი შეიძლება გიგაბუკერიასთვის პირობითად იყოს, თუ წავა კალანდარიშვილი და რაღაცა პარიტეტულად გადანაწილდება CSGO-ში. ნაცებისთვის შეიძლება იყოს კანონმდებლობის ცვლილებების უკან დაბრუნება რაღაც ეტაპზე. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ელექტრონული არჩევნების გაუქმება. არ ვიცი. მოგეთ, აი ეს გუნდი როგორც ვიცი, სალომე ზურაბიშვილის ფორმატში შეიქმნა კიდევაც რაღაც დოკუმენტი, ასე გითხრა ყოველ შემთხვევაში ვაშაძე 1.9 სანამ დაიჭერდნენ იმ პერიოდში. და ეს დოკუმენტი არსად არჩევს, აი დოკუმენტად თუ არ გამოჩნდება, მაინც აი ხარ დაინიშნა არჩევნები. ამ თემაზე დებატებზე მოწვა გიცდიათ ვინმეს? ჩვენ დებატების ფორმატი არ გვაქვს, მაგრამ აი ანას ვეთქვი საინტერესო იქნება მათ შორის, იმიტომ რომ ეს მართლა მაინტერესებს და ოპოზიციის მიმართ, იმიტომ აქვს ეს პრეტენზია, რომ აი რაღაცები გაკეთება რო გინდა ხოლმე ჩვენ დავდგებით ხან ხანსად გავიქცევთ, ხან რაღაცას იმას ვიზავთ, ხან ბანერს გავშვით, ვაკეთებთ, მაგრამ აი ეს როგორი უნდა იყოს, ცოტა სხვა ტიპის ცოდნას მოითხოვს, სხვა ტიპის კვალიფიკაციას და ეს უნდა დადოთ ოპოზიციამ. კი, მე განსხვავებული აზრი მაქვს და გეტყვით. მე ერთი თვლი და კარგია რომ ბოლო პერიოდში გზავნილი არის არა უბრალოდ თავისუფალ არჩევნებს, ხოთ არამედ რეჟიმის გადადგომა. ეს თქვენი შემოტანილი ტერმინია, მე ესეც გითხარით რატომ ესეთი ფორმით რატო შემოიტანეთ მაინც. და ის პირდაპირ უკავშირდება ამ თემას კითხვისას. მე სრულად უსაგროდ მიმაჩნია ტექნიკურ დეტალებზე, თუნდაც მნიშვნელოვან ტექნიკურ კალანდარიშვილი CSGO-ში და იქნება საუბარი. ან თუნდაც აი ესეთ უწიფრობაზე ემიგრანტებს რო უქმება ხარ, ისე თქვა რომ აი ეს უნდა აღდგეს. აი ტექნიკურზე ზოგადად რო უთხრათ, ამ შემოსვა აი დაახლოებით ესეთი ცვლილებები ჭირდება მინიმალური თამაშის წესებს რა. დაახლოებით ის სურათი უნდა ქონდეს, სადაც 90 წლის ოქტომბერში იყო 25 წლის წინ. ანუ რეჟიმი უნდა ყავდეს განადგურებული უკვე.